ეხლა პირდაპირ ეთერში ვერთობით ვაშინგტონიდან, სადაც ჩვენი iOS 4 News-ის აშშ-ში უფროსი კორესპონდენტი მაიკ ვაგონჰაიმი თეთრი სახლიდან მოგოწვის ინფორმაციას. მაიკ, პრეზიდენტის თქმით, ახლა უფრო ახლოს ვართ ვიდრე ოდესმე, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დეჟა ვუს გრძნობა მაქვს. არსებობს რაიმე რეალური ნიშნები იმისა, რომ ამჯერად ეს სიმართლეა. ნიკოლ, რას გეუბნებოდი ხოლმე დღე, მას შემდეგ რაც მარტის დასაწყისიდან ერთად ვართ ეთერში, როცა მკითხე, იქნება თუ არა შეთანხმება? უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. არა, შეთანხმება არ არის. შეთანხმება არ არის. უბრალოდ შეთანხმება არ არის. ეს არ ხდება. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება იყოს საუბრები იმაზე, რომ შეიძლება იყოს საუბრები. გავიგეთ, რომ შეთანხმება ოშაბათისთვის უნდა შემდგარიყო, მერე გუშინ ან დღეს უნდა ყოფილიყო. ეხლა კი პარასკევისთვის გადაიდო. შეთანხმება არ არის. უბრალოდ არ არსებობს. ირანელებს შეთანხმება არ სურთ, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაცია ამბობს, თითქოს ისინი ითხოვენ მას. პრეზიდენტი ტრამპი პოლიტიკური მიზეზების გამო და სხვა მიზეზებითაც ვერ დათანხმდება იმაზე, რასაც ირანელები ითხოვენ. ასე რომ უბრალოდ წრეზე ვივლით, როგორც აქამდე ვაკეთებდით. ველოდებით უფრო კონკრეტულ ინფორმაციას ირანელებსა და ომანელებს შორის შეთანხმების შესახებ. ეს მოგცემს უკეთეს წარმოდგენას იმ იმაზე, რა როლი შეიძლება შეესრულებინა აშშ-მ ამ კონკრეტული შეთანხმების ფორმირებაში. და უფრო კონკრეტულად, რა როლი შეიძლება ქონოდათ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებს ამ კონკრეტული შეთანხმების ფორმირებაში, რადგან ომანელები კონტაქტში იყვნენ თავიანთ სპარსეთის ყურის მოკავშირეებთან ამ საკითხზე. მაგრამ ამის მიღმა, რაც შეეხება აშშ-ში ირანის მომავალ შეთანხმებას, ეს ერთი და იგივეა თვეების განმავლობაში. დიახ, ვსაუბრობთ, დიახ, რაღაც მალე მოხდება. და ამ კვირასაც, როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ეს შეთანხმება არ განხორციელდება. ეს from deja vu, რასაც მე ვგრძნობ, თქვენ ადასტურებთ, რომ ეს ნამდვილად რეალურია. მაიკ, არსებობს ცნობები იმის შესახებ, თუ რას მოიცავს ეს ეწატემედი შეთანხმება აშშ-ს ირანსა და ომანს შორის. რამდენად განსხვავებული იქნება ის ივნისის მემორანდუმისგან. მაშინ უნდა გახსნილიყო ჰორმუზის სრუტე და დაწყებულიყო ბირთვული მოლაპარაკებები. ფაქტობრივად ისევ იმაზე ვსაუბრობთ. ეს უბრალოდ დაბრუნება არ არის, რეალურად ეს უფრო ცუდი იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ, როგორც ითქვა, შეთანხმება არ განხორციელდება, თუმცა მას შემდეგ, რაც ის მემორანდუმი დაიდო, გარემოებები შეიცვალა. ფაქტები ადგილზე, როგორც ხშირად ვამბობთ ისრაელთან დაკავშირებით, შეიცვალა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ჰორმუზის სრუტეში. და ის გარემოებები, რაც შეიცვალა, არის ის, რომ ირანმა დააფიქსირა თავისი უფლება, როგორც თავად ამბობს, სუვერენიტეტზე და ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტისთვის პირობების დაწესებაზე. ეხლა ირანი ამბობს, რომ ამ კრიტიკის ნაწილს პასუხობს სინობს იმით, რომ ამას ომანთან ერთად აკეთებს, რომელსაც ასევე აქვს. ამ ორი ქვეყნის თქმით პირობების დაწესების უფლება. ეს მათი ეკონომიკური საზღვაო ზონებია და შესაბამისად მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ, თუ ეს საერთაშორისო სამართლის ფარგლებშია. ამიტომ ირანი ამ უფლებას აქამდე არ ამტკიცებდა. ყოველთვის აცხადებდნენ გარკვეულ უფლებაზე, მაგრამ ომამდე ამას არ ამტკიცებდნენ. ეხლა კი ამტკიცებენ. ეს კი შეთანხმების კონტურებსაც ცვლის. შეთანხმების გავრცელებული მონახაზი ძირითადად იმავე 60 დღიან ვადას ითვალისწინებს, რაც მემორანდუმში იყო. ტრანზიტი თავისუფალი იქნება ამ 60 დღიან პერიოდში, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს იგივეა, რაც ადრე მსმენია. თუმცა მთავარი ისაა, რომ ირანი ახლა ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს მათი თქმით. ეს მანამდე 28 თებერვლამდე ასე მკაფიოდ არ დაუფიქსირებიათ. ახლა კი ამერიკული ბლოკადა ძალაში რჩება. სანქციები შეიძლება კვლავ დაუწესდეს ირანს, ან დაემატოს ისეთი სანქციები, რომლებიც აქამდე არ არსებობდა. ასე რომ ამერიკას აქვს პასუხები. მას აქვს საპასუხო ზომები იმაზე, რასაც ირანი ახორციელებს, მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს უბრალოდ მიხავს სიტუაციას საპასუხო ქმედებებამდე. მაშინ როცა პრეზიდენტი ტრამპი გამოსავლის პოვნას ცდილობს და არა მხოლოდ დამატებითი ზომებისა და საპასუხო ნაბიჯების გადადგმას. მაიკ ვაგონჰაიმი ცდილობს ყველაფრის გაანალიზებას თეთრი სახლიდან. მადლობა ამ განახლებებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენთან ერთად ეხლა დანა სტრულიც არის, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევების დირექტორი და ასევე ყოფილი თავდაცვის დივნის თანაშემწის მოადგილე ახლო აღმოსავლეთის საკითხებში. დანა, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენთან ერთად ხართ iOS 4 News-ზე. ჯერ არაფერი საბოლოოა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი თეთრ სახლში აუცილებლად დააზუსტებს. მაგრამ მოდი ვისაუბროთ გავრცელებულ დეტალებზე, დანა, რადგან ისინი შემაშფოთებელია. როგორც ჩანს, ირანი სუმცირე, გარკვეულ ფორმაში იღებს კონტროლს ჰორმუზის სრუტის ნაწილზე. და საფრთხეებია ამაში. და შესაძლებელია თუ არა, რომ ვაშინგტონმა ამას ირიბად დაეთანხმოს ომანის მეშვეობით. დიახ, ასე რომ აქ მთავარი საკითხია ნავიგაციის თავისუფლების ეს ფუნდამენტური პრინციპი და ამას მნიშვნელობა აქვს ბევრად უფრო ფართო მასშტაბით, ვიდრე მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში. ეს ეხება ყველა სხვა საზღვაო ვიწრო გასასვლელს. ამიტომ ამ ეტაპზე, როგორც მაიკმა თქვა, უკვე არსებობს ამ შეთანხმების ზოგადი კონტურები და ის მხოლოდ 60 დღით არის
გათვლილი. და რაც ჯერ არ მოგვისმენია, არის ის, შეესაბამება თუ არა ეს საერთაშორისო სამართალს და აპირებს თუ არა ირანი გააგრძელოს იმის მტკიცება, რომ მას შეუძლია განსაზღვროს ვინ გაივლის და ვინ არა ჰორმუზის სრუტეში. ამას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის, არამედ გლობალური საზღვაო გადაზიდვების, საზოგადოებისთვისაც და რა თქმა უნდა, ASEAN-ში სამხედრო ძალების თავისუფალი ნავიგაციისთვისაც. და თუ შეერთებული შტატები ამ ფუნდამენტურ პრინციპს არ დაიცავს, ეს მთელ მსოფლიოში როგორც მოკავშირეებს, ისე მოწინააღმდეგეებს გარკვეულ მესეჯს გაუგზავნის. ირანი უფრო ძლიერ პოზიციაშია თუ უფრო სუსტში, ვიდრე იყო ივნისის ურთიერთგაგების მემორანდუმამდე? სინამდვილეში ირანი ორივე როგორც უფრო სუსტ, ასევე უფრო ძლიერ პოზიციაშია. ვფიქრობ, ირანის შიგნით შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო კამპანიებმა ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. ირანი აღარ არის ბირთვული იარაღის შექმნის ზღვარზე მყოფი სახელმწიფო. მისი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა სერიოზულად შეირყა. ახლო აღმოსავლეთში ჯერ კიდევ აქვს თავისი პროქსი ქსელის ნარჩენები, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს, რომ ისინი სრულად ორდინირებულად მოქმედებდნენ. და ჩვენ ვიცით, რომ ის პრობლემები, რომლებიც ირანს ამ მომამდე ქონდა, პრესაც გრძელდება. სერიოზული ინფლაცია, უნარობა მიაწოდონ ელექტროენერგია ირანის მოსახლეობას, საშინელი ეკონომიკა. ეს პრობლემები კიდევ უფრო გამწოლდება ამ ომის დასრულების შემდეგ. მეორე მხრივ, ირანს აქვს ეს ახალი ბერკეტი, რომელიც არ არის ის, რომ ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს, არამედ ერთი ანტისაზღვაო ბალისტიკური რაკეტით ან ერთი დრონით შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნდობას და სადაზღვევო ინდუსტრიას ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვებთან დაკავშირებით. და ამას დიდი გავლენა აქვს გლობალურ ეკონომიკაზე. კარგი, დავჩეთ ამ ახალ ბერკეტზე, რადგან ჯერ კიდევ არ მისულვართ მთავარ საკითხამდე, ბირთვულ საკითხამდე. რა გარანტიები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ნებისმიერ ახალ შეთანხმებაში, რათა ბირთვული მოლაპარაკებები დაცული იყოს, თუ და როცა ისინი რეალურად გაიმართება, რომ ირანმა ვერ გამოიყენოს ეს ბერკეტი ჰორმუზის სრუტეზე ბირთვული მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით მომავალში. პირველ რიგში ვფიქრობ, ამ მომენტის მთავარი მნიშვნელობა ისაა, რომ ჩვენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე არ ვსაუბრობთ. ერთადერთი მოლაპარაკება მიმდინარეობს ირანსა და ომანს შორის და ის მხოლოდ ჰორმუზის სრუტეს ეხება. ამ მომენტში არ მიმდინარეობს მოლაპარაკება შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მისი ბირთვული პროგრამის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ გვაქვს ცნობები იმის შესახებ, თუ რა გააკეთეს ისრაელისა და ამერიკის სამხედრო კამპანიებმა ირანში. ასევე არსებობს ცნობები ბირთვული პროგრამის იმ ელემენტებზე, რომლებიც დღესაც რჩება. ვიცით, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ კვირას დამატებითი დარტყმები დაამტკიცა, რომლებიც შემდეგ შეაჩერა და ეს დარტყმები ირანის ბირთვული პროგრამის კონკრეტულ ნაწილებს უნდა დამიზნებოდა. და პრობლემა ისაა, რომ რეჟიმის ერთგულება ბირთვული პროგრამის აღდგენის მიმართ ჩვენი ცოდნით არ შეცვლილა. ასე რომ კითხვა ასეთია. დრო ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ ეს დარჩენილი დრო როგორ უნდა გამოვიყენოთ. არ არსებობს ვალდებულება, რომ საერთაშორისო ინსპექტორები ადგილზე იყვნენ, არ არის გადაწყვეტილი ირანში დარჩენილი გამდიდრებული ურანის მარავის საკითხი და ამ კითხვებზე პასუხებისა და შესაბამისი პროცესის გარეშე ეს სიტუაცია კვლავ ძალიან ფრიფეა. დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი კითხვები, რომლებიც მომავალში რჩება. დანა, რა შეიძლება მოითხოვონ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა, სანამ ენდობიან ამ შეთანხმებას თავიანთი ექსპორტის საკითხში ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით? მე ვფიქრობ, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები მართლაც ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. ამჟამად მათი ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რომ შეძლონ ექსპორტი და ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანზიტი. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ქუვეითი და ბარეინი, რომლებსაც ჰორმუზის სრუტის გარდა სხვა ალტერნატივა არ აქვთ. ბევრი ანგარიში მიუთითებს, რომ ამ ქვეყნებიდან ბევრი ამ ეტაპზე დეესკალაციას ისურვებდა. მაგრამ მეორე მხრივ ვფიქრობ, მათ კარგად ესმით, რომ ირანის ამ რეჟიმს ვერ ენდობი და ის მშვიდობის პარტნიორი ვერ იქნება. იმ თავდასხმების რაოდენობის, მასშტაბისა და ირანის მხრიდან სპარსეთის ყურის ქვეყნებზე განხორციელებული თავდასხმების ფონზე. ასე რომ კითხვა ასეთია. როგორ უნდა გავაგრძელოთ გზა იმ ძალიან დროებითი და მხოლოდ გარიგებაზე დაფუძნებული შეთანხმებიდან, რაც ჰორმუზის სრუტეს ეხება. დანასტროლი, მადლობას გიხდით, რომ გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა i24 News-ზე დღეს. გმადლობთ. მადლობა მოწვევისთვის.